რუსი ცისფერჩაფხუტიანები კონფლიქტის ზონაში რეპუტაციის აღდგენას ცდილობენ. სოფელ ანაკლიაში სამშვიდობოების საჩუქრებს არიგებდნენ. რუსები ქართულ მოსახლეობას ახალ წელს მაისურებითა და სერგეი ჩაბანის გამოსახულებიანი კალენდრით ულოცავდნენ. ამ პიარ აქციას თავად პერსონა ნონ გრატა გენერალი ჩაბანი ხელმძღვანელობდა. საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული სერგეი ჩაბანის ვერტმფრენი სოფელ ანაკლიაში დილის 10 საათზე დაეშვა. ტელეკამერების წინ გამოჩენა არ ისურვა, თუმცა ასაფრენძოლზე მიღებული უპრეცედენტო დაცვის ომები უკვე ეჭვს არ იწვევდა, რომ ვერტმფრენში გენერალი ჩაბანი იმყოფებოდა. Это обычный плановый визит в зону безопасности. Посмотрели, как наши военнослужащие несут службу на постах. Как Все в порядке. А Чабан где? Как я узнала, что он поживал? Он на своем рабочем месте. Работает по плану. ოდნავ მოგვიანებით გაერკვა, რომ რუსი მშვიდობის ყოფილების სარდალმა შელახული რეპუტაციის აღდგენა კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის საჩუქრების დარიგებით გადაწყვიტა. კალენდრებში ჩაბანის სურათებით და მაისურების წარწერით მშვიდობის ყოფილები მშვიდობისთვის რუსი სამშვიდობოები მოსახლეობას სახლებში ურიგებდნენ. თუმცა ერთ-ერთ ოჯახში ჩაბანის პიარ აქცია სააკაშვილის სადღეგრძელოთი დასრულდა. За него, чтобы он выиграл. Вы не обижаетесь? Почему вы обижаться? Это как грузинский народ, так и будет. За мир, за то, чтобы этот год был лучше, чем прошлый. За Мишу, чтобы Миша, чтобы все сделать для мира, чтобы для людей. Вы же ему помогать будете? А как же? И помогать будем, конечно. Давай. სააკაშვილი ციფრი 5 და საქართველოს ეროვნული დროშა დღეს სოხუმშიც გამოჩნდა. ეს კადრები კურიერმა მოიპოვა. სოხუმის სანაპიროზე და მთავრობის სახლზე დატოვებული წარწერით ჩვენ დაუბრუნდებით აფხაზი ახალგაზრდების ნაწილი აფხაზეთის მიმართ კრემლის პოლიტიკას აპროტესტებს. Миша, привет там, Дато. Обязательно передам. Скажи, вот то за него поснимаю. Да. საქართველოსთვის არასასურველ პერსონად გამოცხადებული გენერლის კონფლიქტის ზონაში გამოჩენას ოფიციალურმა თბილისმა უკვე მკაცრი შეფასებები მისცა და დღევანდელი ფაქტი ჩაბანის პიარ აქციადაც მონათლა. ქართული მხარე პირობაზდებს, რომ სერგეი ჩაბანისა და რუსი სამშვიდობოების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. მთლიანად ამ სამშვიდობო პროცესმა უკვე ამოწურა თავისი თავი, მის შეცვლაზე იქნება საუბარი და მის გაყვანაზე, რომელიც შევპირდით ამ მოსახლეობას და ეს მოსახლეობა მეტ ყურადღებას ითხოვს ჩვენგან, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ჩაბანს, ის არის პერსონა ნონ გრატა, ის ვერ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საკითხს ქართული მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს.